ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს შესაძლოა დააკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, გამოხმაურებების თემაა თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებზე საუბრობს. დოკუმენტის თანახმად ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გამო და უკუსლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ანგარიში ნათქვამია ისიც, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელს მოსახლეობაზე. უვიზო მიმოსვლის საფრთხეზე ჩვენ ვსაუბრობთ არაერთი წელია. ეს ჩვენ ვიცით მათ შორის შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელსაც მართავთ, ამაზე საუბრობდნენ. ამ შეხვედრებზე ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად დაგვეცა ქართველი ხალხი, რომ არ შეხებოდა ეს პრობლემა ქართველ ხალხს, იმიტომ რომ გასაგები რომ ივანიშვილს არ აინტერესებს თუნდაც ოცნების წევრები და მომხრეები, რომლებიც ვიზების რიგში ჩადგებიან. თუ შენარჩუნდა ივანიშვილის რეჟიმი, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე მოიხსნა სამწუხაროდ დღის ეს რეგიდან შეიძლება გადავრჩეთ თქვა უახლოეს ერთი თვის მანძილზე, მაგრამ მერე თუ გაგრძელდება რა თქმა უნდა ეს რეჟიმი და ამ რეჟიმის რეპრესიები, მერე სამწუხაროდ ვეღარ მოვახერხებთ გადარჩენას. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის და უნდა გააკეთოს იმისთვის ჩვენი პოზიციაც ეს არის, რომ სანამ ბოლო შანსი არსებობს, ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუნარჩუნდეს. თუმცა გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში ეს არის დამოკიდებული ოცნებაზე, რამდენად შეასრულებს ის ფუნდამენტურ ღირებულებების დაცვის მოთხოვნებს, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის დაცვას. ამიტომ რა თქმა უნდა საფრთხე არის, ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ როგორც ქართულმა მხარემ, ასევე ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს სანქცია ქართულ ხალხს არ შეეხოს. ეს გაფართოების ანგარიში არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე და არ არის გასაკვირი, რომ იქ პოლიტიკურად მიკერძოებული თვალსაზრისია და რა თქმა უნდა ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოსზე და ქართულ ხალხზე და ის ანგარიშები, რომელიც ეყრდნობა ობიექტურ კრიტერიუმებს, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და საქართველოს იმ მოწინავე პოზიციებს, რომლითაც იგი უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი. როგორც ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში სურთ მარიონეტი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც დაემორჩილება გლობალური ომის პარტიის მოთხოვნებს. გრძელდება შანტაჟი, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ. სწორედ ეს იყო სხვათა შორის ბატონი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მოტივიც 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ ესეთი შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი გამოვაცალეთ, რაც იყო მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნა. ეხლა ბოლო, ასე ვთქვათ, საშანტაჟო აქვს დარჩენილი, ამას მიყვებიან, თუმცა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ იქ პოზიციები შეჯერებული იქნება უშუალოდ ქვეყნებს შორის, პირადად მე უფრო ნაკლებად მაქვს, მგონია რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ევრობიუროკრატების ქმედება რაღაცა ლოგიკას არ ექვემდებარება, თუმცა ისინი რა თქმა უნდა ვერ დარწმუნდებიან, რომ ვიზის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია მოხდება და შესაბამისად ამაში რომ ვერ დარწმუნდებიან, რა თქმა უნდა ამ ნაბიჯს შესაბამისად არ გადადგავენ.